დღეს ჰერეთში, საინგილოში, კახში არის უმზრახობის დღე. დიდ ხუთშაბათს ჩვენს კუთხეში ასე ვეძახით უმზრახობას. აღდგომის წინა დღეებია, ვნების კვირეული. დიდ ხუთშაბათს, ანუ უმზრახობის დღეს ჩვენი მამაპაპანი ტრადიციებს მისდევდნენ და ამ ტრადიციების მიხედვით საფლავები უნდა მომზადებულიყო აღდგომასთან შესახვედრად. აღდგომას ჩვენებურად ქვია გასხლინება, გახსნილება, რაც ნიშნავს მარხული პერიოდიდან გამოსვლას. აი, მე დღეს ჩვენს ერთ-ერთ ტრადიციულ ოჯახის წევრთან გია ყულოშვილთან ერთად მოვედი აქ და რამდენიმე ჩვენს ტრადიციულ რიტუალს შევასრულებთ. ეს არის უმზრახობის დღესთან დაკავშირებული საფლავების მომზადება აღდგომისთვის, მათ შორის ჭიმ მობრუნევა ქვით ჩონებურა ამ პროცედურას, რომელიც ტრადიციის, ამ რიტუალს უпростоრად, რომელიც ტრადიციის მიხედვით სრულდებოდა. ჭიმ მობრუნევა, ანუ ჭიმ მოტრიალევა ნიშნავდა როგორც ქრისტეს აღდგომის შემდეგ გაიხსნა ის ლოდი და მიცვალებული ქრისტე აღსდგა, ამოვიდა იქიდან, მსგავსი ანალოგიური შინაარსის სიმბოლური დატვირთვა აქვს ჰერეთში საფლავებზე ჭიმ მობრუნევის, ანუ ჭიმ მოტრიალევის ტრადიციას. ღვინოს ჯვრის ფორმით გამოვსახავთ საფლავზე და სამთელი იწვის და აი ამის შესახებ მინდა გითხრათ, ეს არის ჭინჭრის ხინკალი. ჭინჭრის ხინკალს ჩვენთან სწორედ წელიწადში მხოლოდ ერთხელ აი ამ უმზრახობის დღესასწაულთან დაკავშირებით აკეთებს ხალხი. სასაფლაოზე ყველგან ხალხი ვინც მოდის, ჭინჭრის ხინკალი მოაქვს საფლავებზე. ჩვენ ვიმყოფებით ახლა კახის რაიონის სოფელ კახისთავის თიზირის, ძველი უბანი თიზირის თხილიანის სამაროვანი ქვია, რომელიც კილომეტრის სიგრძისაა და იწყება მე-18 საუკუნის, მე-17-მე-18 საუკუნის მიჯნებიდან და მოდის აქამდე. მერე ჩვენ ჩავალთ იქით და ძველ სასაფლაოს, ძველ სამაროვანსაც გაჩვენებთ, რომელიც ბევრად უფრო ლამაზი და ესთეტიურია თავისი ვიზუალური მხარით. ეს არის ჩვენ უმზრახოვის დიდ ხუთშაბათ, რომელ დღეაც აი ჩვენ ხალხ ჰერეთის საინგილოს კახის ქართველებ მოვდით ჩვენ სამაროვანზე და ჭიმ მობრუნევი რიტუალს ვასრულებთ და აი ხალხ ეს ჩვენ ქართველ ხალხ აზერბაიჯანში აი ესეთ ტრადიციას ვინახავთ. Çon kuluğa filmlere bir mevgule. Şahsi seni nasıl yapılamak? Şimdi Dağıstan teli diyen tak. Kimi metriyalar. Arçilide meramış. გიომის აი დღევანდელ დღე უმზრახოა შენ ყმაწვილ დროზე არ გაგონდება ამ დღევი არა მაგონდა ეგედა დიდ მზადევა იყო ჯერერთი დიდ მარხვა დაბოლოება ხალხი მზადევა და ვიცინურათი ბოლოპერია ის ყალი და პური შედონენ იკვებებოდნენ ეკლესია მაშინ არ მუშაობდა პატარა სალოც შექმნილიყო ოჯახებში აი რიტუალებს კომუნისტების დროზე არ იყო და ანუ შენ ყმაწვილ დროზე მარხო იცავდნენ ესე იგი იცავდნენ ჩომამიდა ათეიზმ რა არ ათეიზმ რა იცავდნენ ჩომამიდა მე მგონი
вообще მოკდომინიჟახ ორი ხორცს არ ჭამდა, მაგრამ ტაძრად მიყვანილიყო პატრა დროზე. იმ დროზეაც რომელ შენ მომიდა რომელ წლია? რევოლუციამდე 83 წლის რევოლუციამდე იქ შანახმარ ხო ოჯახო ქრისტიანა იყო. აბა ჩვენ აი ნიკოლა ეკლესიაში კოჭიტაც იყო მესამთლედ მუშაობდა დიაკონოს როლს ასრულებდა ეკლესიაში. ეს სანამ კომუნისტური რეჟიმი იქ ტრადიცია შემორჩა ოჯახურა ფარულა ბითვირა მე. გასაგებია. შენ თქვენ სამარიაზე ეგ მოდიოდით აქ მოწვევდროზე. ეს იყო. იქ ბოლო სამარია. ბოლო იქ კიტიაშვილი იყო იქ. ზოლ სამარია და ზოლ სამარია. იქ ლაპ აი გასაგები საყდრი ქოშ სამარიაზე წასლე გაგონდევა შენ. ბევრი სამარია იყო ის მაგონდე. ალამესე იქ ჩვენ განსაკუთრებით ეგ მოვდიოდით და ეგ ჩვენ მოვაბა ეგ ხილიანის ეგ უნდა მოსაფლო. ეს არის ხილიანის საფლო. Когда ახალ თაუროა შეცვლას უკან კომუნისტები გასვლას უკან უკვე ტრადიციულად ვიტყვირავ ქრისტიანულად ეკლესიურად ვიტყვირავ ტარდა აი წაღან რო ვამბობდით აი დღევანდელ დიდ ხუთშაბათ ჩონებურა უმზრახოა ვეძახით უმზრახოა აი უმზრახოა 10 არის წეოდა აი უმზრახოა ეგი და ეხლა ჩვენ ამ დღე უმზრახოა უთენია რო არავის არ მისალმებოდი ან რაღაც არის მოდიო შენს საფლავს ულიდი სანთევდი ეოჭიკა ასხავდა გეთევდი მიდიოდი ანუ ჩონებურა შაზრახნა ნიშნავს მისალმევას რაღაცას ხო ჯერხიშა ხოთხო ვიღაცა ჩვენ შორის გაათქვეს და პირდაპირ იუდას დაადო და იუდას დაადო თით ხო და უგამე იუდა მაილა პარიკავს სტატვერცლა რო გაყიდა რომ ეს მიწავა მისას პირველად მიოსალმევა პოცევის ქრისტეს და მომ და განათქომ დღე იქ რომ უმზრახოა არ ეთქოს ანუ იუდამ ესე ჩონებურა რა თქო იზრახა ემბე ჩვენ კუთხე ხალხმა უმზრახოა და რა და შეიძლება ცემაგა აიკითხრო ხოლ მე და იცი რა ესა ემ ტრადიციას რანაირა ემზადეოდა ეხლა ძალიან ფარულა ნახა უნდა საქმეს აი საქმე ჩაყრა ის კომუნისტო ხო წალავნე იმაზე ტაბუდადეულიყო უბრალოდ კითხავ ეჭრავს არ გებნოდნენ შიშით შიშით Papa, ახტოვებაში ეს საქმე არ შეძიოლა. ორსავდება თირმაში დანაძე, ციხეში დანაძე კაცი ყოშია. რაში და ახლა მიზეზა უნდა დაყარო. იგე. ისე კი დილით იწყო უთენია. არქესან თავის საქმე ჩაალაგე, თავის უკან მოდიოდა. და წავდე მეზობელს ხმა უყოთ ერთად წავიდა. თავისი მოდიოდა და მიდიოდა. უზრახნელა მოდიოდა, უზრახნელა მიდიოდა. გასაგები. და აი შენ რო ისდეოდი ან დღევანდელ დღემდინა შეაცვლო მე ჩემ ოჯახში არის და მინახე ტრადიცია და საქმე ჩაკრას რო ვიძახეთ ისოლებული უზრახოას ეყოლათ ჩაკრა არა უზრახოასა აი დანარჩენ მე დღეებში და აი დღე ვარ ამბო აი უზრახოა და უზრახოას არ ირცი ყო ჯინჭარ თუ იყო ხალ ანუ მწვანე რო ახალ მასი ახალ მასი რაც უნდა იყოს ახალ მასი გინ ხალი იყოს გინ ჯინჭარი იყოს გინ რაღაც ასობი ახლა ცოტა ჯინჭარი მოდის გასაგე და ხუალ არის წითელ პარასკევ ემგზიმე დღე ჩვენთან ჯვარცმა მერე კვირას აღდგომა და აღდგომას ვეძახით გასხლინია გასხლინია რაც ნიშნავს უკვე ხსნილი ბიჭურადი შესაძლოა დააკლენი რა ვიცი არამარხულ პროდუქტი ხსნილი ბიჭურადი ერთმანეთთან გადასვლა გადმოსვლა ზედაშეების მოხდა განსაკუთრებით ძალიან ძვირფას ღვინოებს ინახავენ ზედაშეებში